როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანს არ უყვარვართ. არ გულისხმობ მიჯნურულ სიყვარულს. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანს არ უყვარვართ. ნახეთ, სიყვარულის ჰიმნად იწოდება, იცით რა იწოდება სიყვარულის ჰიმნად? თუ არა? აი თქვენ შეგიძლიათ ყველამ გადახედოთ, წაიკითხოთ, ეს არის კორინთელთა მიმართ მე-13 თავი. პირველი კორინთელთა მიმართ, ხო არის 2 კორინთელთა მიმართ ეპისტოლე. პირველი კორინთელთა მიმართ მე-13 თავი, სადაც პავლე მოციქული საუბრობს სიყვარულის შესახებ. იქ არის სწორედ ნათქვამი, რომ სიყვარულს როგორი თვისებები აქვს, რომ არ შურს, რომ არ თავმაღლობს, რომ სწამს შენი გამოსწორების, რომ იმედი აქვს, რომ ესე იგი წერია რომ ანგელოზებრივ და ყველა ადამიანურ ენაზე რო ლაპარაკობდე და სიყვარული არ ქონდეს. არაფერი არ ახარ მაშინ. შენი თავიც რო შეწირო, ყველა შენი მონაგებიც რო სხვისთვის გაიღო და სიყვარული არ ქონდეს. მაშინ არავითარი ფასი არ ექნება არაფერს და იქ არის ჩამოთვლილი თვისებები. ესე იგი, რა თვისებებით ხასიათდება სიყვარული. და ეგ თუ აქვს შენს მიმართ ვიღაცას და შენ მაგას ამჩნევ. ესე იგი უყვარხარ. და შენს თუ გაქვს ეგ სხვის მიმართ, აი ჩვენ ადვილად ვეუბნებით ერთმანეთს, მიყვარხარ, ნამდვილად მართლა მიყვარხარ და ერთელი გულების ფრიალი და ესენი არის ხო, მესენჯერში თუ ფეისბუქში თუ, მაგრამ მიყვარხარ ნიშნავს სულ მცირე იმას, რომ მე შენი გულისთვის რაღაცას მოვითმე. აი მაგა და მე თუ ჩემ შიგნით ვერ ვატყობ იმას, რომ მე ამ ადამიანის გულისთვის რაღაცას მოვითმე, მაშინ თავი უნდა შეიკავო ამ სიტყვის თქმისაგან. ჯობია როგორც კახი კავსაძე ამბობს, მე ჩემი მეუღლისთვის არასოდეს არ მithქვამს, რომ მიყვარხარო, მაგრამ ისე ვიქცეოდი, რომ ის ამას უნდა მივხვდარიყო. ადამიანი თუ ისე გექცევა, რომ შენ ამას ხვდები, რა გადგინა მის სიტყვები. და თუ ისე გექცევა, რომ შენ ამას ვერ ხვდები, რა საჭიროა, რას მოიტანს ის ცარიელი სიტყვები. მამა პაისი ათონელი ასეთ რამეს ამბობს, აი ორი ადამიანი რო ზის. დავუშვათ აი მე და გიო აქ ვხედავთ და მე გიორგისთვის არასოდეს არ მithქვამს რომ მიყვარხარ მეთქი. ეხლა რო დავფიქრდი მართლაც რო გავიხსენო მიყვარხარ მეთქი არასოდეს არ. მაგრამ გიო რასაც გძნობს, ანუ თითქოს როგორი ამბავია, იცი? აი როგორც თქვენ რო დაწერეთ ეხლა ეს შეკითხვები, წერილები. ჩემი გული მის გულს შეტყობინებას უგზავნის. და ის გული ამას იღებს. არ ქონიათ შემთხვევა რომ ადამიანი კი ლამაზად გელაპარაკება, მაგრამ გძნობ რომ იმის გული შენ სიყვარულის წერილს ვერ გიგზავნის. ან პირიქით, შეიძლება ადამიანი სულაც არ გეუბნება რაღაცას ისეც, მაგრამ გძნობ რომ შენ ამ ადამიანს უყვარხარ. ლამაზი სიტყვებით შენს მისადმი განწყობას ვერ შეფუთავ. ის გამოჩნდება. მით უმეტეს ამას ვერ გააკეთებ ბავშვთან. ადრე მოგიყევით გახსოვს მამა პაისი ათონელთან მივიდა ადამიანთა ჯგუფი რომ გვინდა რომ ბავშვთა სახლი გავაკეთოთ. და მამა პაისიმ უთხრა თუ არ გიყვართო ბავშვებიო, საერთოდ ხეს ნუ მოკიდებთ მაგ საქმესო და მოუყვა ერთი ასეთი შემთხვევა. ადამიანების ჯგუფი იქ ექიმი იყო თუ სოციოლოგი იყო თუ ფსიქოლოგი თუ ვიღაცა მივიდნენ ბავშვთა სახლში. ნახეს ბავშვები იქ მოიკითხეს, დაელაპარაკენ, მოეფერნენ. და ეხა ბავშვების განწყობა. ბავშვები ამბობენ, აი ამ ადამიანს ჩვენ არ უყვარვართ, ისე მოვიდა. ის გასართობად მოვიდა. ის ალბათ იმიტომ რომ ვიღაცების თვალში ქულები ჩაეწერა, რომ აჰა ბავშვთა სახლში ვიყავ. ვიღაცაზე ამბობენ, აი მას ნამდვილად უყვარვართ. ნუ ბავშვები გძნობენ, მიუხედავად იმისა, შენ მას რას ეტყვი. და ამიტომ მეუბნება, თუ არ გიყვართ, ამ საქმეს ხეს ნუ მოკიდებთ. ისე რომ ადამიანი გძნობს შინაგანად შენ უყვარხარ, გიყვართ თუ არ გიყვარს.